რა მოხდება თუ წყალს არ დავლებთ? წყალი ჩვენი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ რა მოხდება თუ მის მიღებას შევდროთ? 1 საათის შემდეგ წყლის რაოდენობა ოდნავ შემცირდება შარდისა და უფრის გამო, რის გამოც ენერგიაც შემცირდება, სისუსტეც შეიძლება ვიგნოთ. 3 საათის შემდეგ სისხლი გასქელდება წყლის რაოდენობის გამო, რაც გულის აჩქარებას გამოიწვევს. კონცენტრაცია და სიფრთხილეც შემცირდება და უფრო გაღიზიანებული გავხდებით. კანი ტენიანობას კარგავს და უფრო უხეში გახდება. 8 საათის შემდეგ ამ დროს წყლიან საკვებს თუ არ მივიღებთ, მაშინ ორგანიზმი განიცდის უწყლობას. შარდის რაოდენობა შემცირდება, რათა წყლის რაოდენობა შეინარჩუნოს. თვალები, ტუჩები და კანი კი უფრო უხეში ხდება და გამოშრება. 1 დღის შემდეგ დაგეწყება თავბრუხევა, თავის ტივილი, დაღლილობა, შარდის გამოყოფა ზომიერად შემცირდება და გულისცემა მკვეთრად გაიზრდება. ვიჯნოთ კუნთების ტკივილს და ასევე სპაზმებს. 2 დღის შემდეგ სისხლი ძალიან გასქელდება, რის გამოც გულს მუშაობა გაუჭირდება. სხეული ტემპერატურის რეგულაციის უნარს დაკარგავს. იწყება ჰალუცინაციები, დაბლეუნობა, თითქმის დაზიანება, რის გამოც საზიანო ნივთიერებები აღარ გამოიყოფა, არამედ დარჩება ჩვენს ორგანიზმში და დაგროვდება. 3 დღის შემდეგ არის მძიმე უწყლობა, წყლის ნაკლებობის გამო უმეტესობა ორგანოები თავიანთ ფუნქციას კარგავენ და იშლებიან, უჯრედები შრება და ძირითადად ამბობენ, რომ 3 დღის შემდეგ ადამიანისთვის სასიკვდილო არის უწყლობა.